გამარჯობა და გამარჯვება სიმდაბლეს, სიყვარულს და სიმართლეს. რაღაცების თქმა მინდოდა ახლა რომ ამეხსნა და პირდაპირ ვიღებ და ვწერ ამას, რომ ბევრი რაღაც მინდა რომ თქვა. არ დავფიქრდები ისე დავდებ ამას, მაგრამ უბრალოდ თითებზე მაქვს მელანი. და მე მგონი ამაზე უნდა დავფიქრდეთ ყველანი. ესეც ლექსია, ხო? ჩვენი ცხოვრებაც რითმული. მაგრამ სადა აქვს ბევრს ის გული რო ეს გაიგოს. ანუ ბავშვებო, დიდებო, პატარებო, ჩემო სიყვარულებო. ანუ მე ვინც მიცნობს, მიცნობს. ვინც არ მიცნობს, არ მიცნობს და გამიცნობს და მიყვარხართ. ყველაზე მეტად მიყვარს სიმდაბლე, ზრდილობა, წესიერება, აი მოწესრიგებული ცხოვრება და აი ყველა მიცის რომ ვინც მე მიცნობს რომ არასოდეს ზრდილობა, წესიერება, ვაჟკაცობა და ასე შემდეგ ხელოვნება და ქართული კულტურის განვითარება და ასე შემდეგ არასოდეს არ შემშლია. ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი იმისათვის რომ ჩემი საქართველო იყოს წინ და წინ. იმიტომ რომ ის შეუდარებელია. ადამიანს რო რაღაცა ეშლება, არ უნდა უთხრათ რომ შენ შეგეშალა და შენ წადი იქეთ. გეშლება, ვისაც ეშლება იქეთ წადი. არა, ვისაც ეშლება, უნდა უთხრათ რომ აქეთ არ მიდიხარ სწორად, აქეთ მოდი, აქეთაა სიმართლე. ესაა კაცობა, და ვაჟკაცობა, მოთმინება, პატიება. ანუ ეხლა ჩემი ძმაკაცის შეყვარებულთან ვარ სახლში და დამათენდა ცოტა დავლიე, ცოტა ლექსები დავწერე, ცოტა მუსიკას მოვუსმინე და ჩემს თავს მივეცი იმის უფლება, რომ ავიტანო ის ყველაფერი ცუდიც, კარგიც, ისიც, ოღონდ ბევრმა კიდევ ისწავლოს, რას ნიშნავს მართალი სიტყვა და თავმდაბლობა. რას ნიშნავს მართალი თვალები ღმერთმა, ნუ რასოდეს ნუ მოგიშალოთ თვალებს შეხედვა. ერთმანეთს თვალებს შეხედეთ, თვალებით ელაპარაკეთ, ან ძალიან მაგარია, გიყვარდეთ ერთმანეთი. საერთო ჯამში რატო ვარ აქ? თქვენთან. რატო ჩავრთე ეს, აი ტელეფონი რატო დავდე ესე და ძინავს ახლა ჩემს გარდა ყველასა. მინდოდა რომ მეთქვა. ვაფშე ყველასთვის მე ვარ გურული მაგარი ჩქარი, თან პათუმელი ვიჭი, მაგრამ ზოგადად ამ პლანეტელი არ ვარ, ვაფშე სხვაგან ვარ. და თუ ვინმე დაეწევა, მიხვდებით ახლა. სიყვარული ყველაფერს გადაგებს, გასაგებია, მაგრამ მინდა რომ მე ხა ჩემი ამდენი ლაპარაკით და ამ ხელას სიტყვით ერთი რაღაც ვიქადაგო. რა აქვს მნიშვნელობა ბრწყალებში ვინ როგორ და რანაირად ხაზ გასმით. მე იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. და იმას ვეყვარები, ვისაც ვეყვარვარ და ის მეყვარება, ვინც მეყვარს. განსხვავება მხოლოდ ერთია, ისიც ბრწყალებში. ისიც მეყვარება, ვისაც არ ვეყვარვარ. და სწორედ მაგათთვის ვარ აქ და მაგათთვის ვსაუბრობ. მაგრად მევასება ეს ჩემია. შენც მოგწონს გაჩუქებ, მოგცემ. ორი მაგ და ერთი კი არ გაგიყოფ, ერთი მაგ და მოგცემ, всё. ასეთი გული მაქვს. ყველა მიცის. სიყვარული არის ყველაზე ღრმა და სიყვარული არის ყველაზე ერთი. და სიყვარული არის სიტყვა. ღრმა ერთი. მე რამოდენიმე დღის წინ ძმაკაცი მყავს ჩემი სიყვარული ადამიანი, რომელთან ერთადაც ძალიან არ მომწონდა რაღაც ბავშვურად მიმაჩნდა თავის სიმღერა და რაღაცთან
მეთქი რაღაც ძალიან უბრალოება კი არა, უბრალოებაშია და არაფერშია ყველაფერი და ცხოვრება ასე ბრუნავს, რომელსაც ვეძებთ. არ ვიცით სადაა, მაგრამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ თვალწინ გქს სიყვარული, სიმართლე, სიკეთე და ეძებ. ანუ ერთობაშია და უნდა ყავდეს ვიღაც ისეთი, რომ გაჩვენებს, რომ ნუ ეძებ აქ ვარ, აქა სიყვარული. თელს დედამიწას მე ვეუბნები, რომ გაიღიმეთ გიხდებათ. თავი არ დახაროთ, მაგრად გიხდებათ, გაიღიმეთ ხა ძალიან საყვარლა დარწმუნებული ვარ. ნუ აქამდე რაც თქვი ბევრი კრიტიკოსი მეყოლება, მაგრამ ყველაფერი ჩემეული აზრებია და ჩემსას მივყვები. ჩემსას არა, მე და ალუდა ვართ აქ ქეთელაური და ასე ვიტყვი. ალუდა არ იქნება, მე რო არ ვიქნები მე. ცხოვრება რთულია, მაგრამ არა მატერიალიზმს და არა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვმართავს. ხელოვან კაცს რო ისე ჭკვიანურ პოლიტიკაში არ წამივიდეს და ვიღაცამ რო ამის იქეთ რამე არ დამაბრალოს, მოდი მოკლედ ვიტყვი. ხელოვნება და მუსიკა, მე ვარ ხელოვანი. ხელოვნება, მე ვარ მოცეკვავე მომღერალი რაღაც თემა, მაგრამ საერთო ჯამში და პირველ რიგში მე ვარ პოეტი. მეფე, გადაო გალაქტიონი როგორ მიყვარს ვაიმე. ანუ დღეს ასწავლიან ხალხს, რომ არა მარტო პოეზიაში ის ვიღაც მაგარი იყო და ყოველს წარმოდგენა აქვს, რომ შენ რა შეიძლება შექმნა ისეთი, რომ იმაზე მაგარი იყო. არა ყოველს მქონდეს იმის ინიციატივა, ამბიცია, სიყვარული, თუ აქ მაგი მართლა ბუნებისგან მობოძებული. და ღმერთი რამოდენიმე ნიჭს ყველა ადამიანს აძლევს, რომ გამოხატოს, გააკეთოს და დახატოს ცხოვრება. ან ლექსად, ან ხატად, ასე შემდეგ. ადამიანს რო ადამიანი შეხვდება, ლამაზად გაუღიმოს ცხოვრებაში და ერთი გამარჯობა ყველაფერი ქნას. ენა, თვალი, გული, სული. ყველაფერი თანხმლებაში. ანუ ეს ჩემთვის ასე არ ვამბობ, რომ რაღაცას არ გასწავლით არავის. ჩემთვის ასეა და მე ესე ვფიქრობ. მე ესე მიყვარს ცხოვრება, ესე ცხოვრება მიყვარს და ხელოვნება მიყვარს. ხელოვნება არის ძალიან ლამაზი რაღაც. უბრალოდ ეხა გიტარა არ მაქვს, თორე ეხლა ხო პირდაპირ გულიდან ვლაპარაკობ და არ ვიცი რას ვაკეთებ, ალბათ ის საკეთებს, რაც საჭიროა, მაგრამ ჩემთან ერთად ხელოვნებაც რო იყოს, ვაფშე მაგარი იქნებოდა. მაინც არ დავტოვებ არაფერს ხელოვნების და მუსიკის გარეშე, მოდი. როგორ დავემდურობეც, როცა შენ ამ ქვეყნად ხარ. ეს ეხა სიმღერა იყო? სიმღერასთან ერთად იუმორიც მაგრად მიყვარს, კაი. როგორი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რატომ წერ და ვდებ ამ ხელა ვიდეოს, რომ ეს დაჟე ახლა შუა ვიდეოშიც გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეს უნდა დავდო. მოდი რამის კაი პრანჭეცმა. იმენზად ეს ბენდენაც აქ მოგხატო, ვიცი ყველაფერი მიყვარს ვაფშე. საყვარელი ადამიანების ნაჩუქარი ყველაფერი მიყვარს. ანუ საზმაკაცოში მე ვარ ტიპი, რომელიც ანუ ყველას ყველაფერს ჩუქნის დაუფიქრებლად და პროსტა ის მიტყდება, რომ ყველას ყველაფერს ჩუქნი და რო გაჩუქებში ჩემო ხო შეიძლება რომ გაიკეთო, მოიხდინო, რაღაცა გაიკეთო ან ჩაიცვა რაღაც. ვინახავენ ხატა. მოდი მე თქვენთან ერთად შევინახო და თქვენს თვალწინ შევინახო. და ოდესმე თუ დამეკარგება, ან გაცდება, ან გაქრება, აქ დარჩება. ვეღონთ ერთ სიმართლეს და ერთ მაგარ რაღაცას გაგიმხელთ.
იმ ადამიანებს, ვინც ამდენი ხანი მომისმინა. მერე კიდე იმ ადამიანებს, ვინც მე რო არ ვიქნები, მე რო უფრო გულით მომისმენს. 100 წლის შემდეგ კი, გამარჯობა. ბაიკერებს გაგვიმარჯოს და ხელოვნებს. მე და ჩემს მაკაცმა რამოდენიმე დღის წინ ჩავწერეთ სიმღერა. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა დაწერა როგორ სიმღერა იცი? როცა შენ დაგინახავ მე აღარ ამინდება, როცა შენ დაგინახავ მე და ჩემს მაკაცმა უნები რომ მე თვითონ ლექსებს წერ ბავშვობიდან პოეტი ვარ რაღაც თემა და ძალიან ბავშვური სიმღერა რაღაცა იმენა რაღაცა მაგარი პაცანი ბავშვის სიმღერა იმენა რაკეტა ტიპის სიმღერა მეთქი უფრო დიდ სიმღერებს და რაღაცა ლექსებს და პოეზიას მევაწვევი და ეს მაჩვენებს რაღაცა ვესვრი და დაიბრიდება და რაღაცა და ძალა კი არ მაქვს ძალა მაქვს აქ და აქ მაგრამ იქ მით უმეტეს და ბიჭო ამ ჩემს ძმაკასთან ჩემზე უფროსია და ჩემი სიცოცხლეა ესო ყველაზე ბავშვურია პირველი სიყვარულს ნიშნავს ძალიან უბრალოა და უბრალოებაში ვიყავთ ყველაფერი და ჩავწერეთ მოეწონა ძალიან ბევრს მაგრამ მე რა არ მომეწონა იმ ადამიანის შექმნილს განაკეთებს უბრალოებას პირველ რიგში მე პატივი ვერ ვეცი იმიტომ რომ ალუდა მყავს აგერ გარდაცვლილი ძმა და სიხარული და ჩემი სიცოცხლე კეთილაური რომელიც მე ვარ ჩემში და რასოდეს არ მოკვდება სანამ მე ვიმღერებ და მე რომ მოვკვდები სხვებიც იმღერებენ და ასე გრძელდება ცხოვრება და ეს მთელს სოფლიოში იქნება დავი ბევრ რომს შეაჩერებს დარწმუნებული ვარ თქვენ ახლა დამცინებთ მაგრამ როგორც ხვიჩაკვა რაცხელია მეფე ისე ალუდა კეთილაურია მეფე აკეთებენ ხანდახან უბრალო ხალხი დიდ რაღაცას ის პარლამენტი და თქვენი რაღაც ჯანდაბა კი არა ბრჭყალებში გაათრიეთ ის უბრალო და თავმდაბალი და წესიერი და მაგარი ბიჭები რა თუნდაც გალბატონები და საერთო ჯამში რო ვთქვა ქალები მართლა ყველაზე მაგრები ხართ იმიტომ რომ ყველა ვაშკაცი და მაგარი ადამიანი მაგარმა ქალმა გაზარდა მაგარმა თითამ გაზარდა და ყოჯახ მე და ჩემს მაკაცმა დავუბრუნდები თემას რადგან ამდენს საუბრობ და ჯერ სათხართ ამდენს ვიბაზრებ ნახე ამას ასე შარფად შემევიხმო იმიტომ რომ ჩემი ძმებისა კორჩე მე და ჩემს მაკაცმა ვიმღერეთ სიმღერა რომელიც აი ძალით დაძალებით ტექსტია მომაწერინა და არც გადამეორება არაფერი ფურცელი წინ გვედო და პროსტა ტექსტი გვედო და დაჟე რაღაცა ტექსტს აკლდა და ჩვენ თვითონ დავამატეთ რომ ბოლო ორი აბზაცი არ ვიცოდით იქ არ იყო მეტი და მოდი ჩემოსიცოცხლე მაქსიმღერასთან დაკავშირებით ხელოვნებას მიაყენეს შეურაცხყოფა თურმე რატო ჩავწერე ეს ვიდეო ხადაობ რა მაგარი ვარ ბიჭო ხადაობ გაგაცნობთ ეხა თავს ხელოვნებისას ხელოვნებას მიაყენეს შეურაცხყოფა რომ მაგ ადამიანს თითქოს მაგ ადამიანს არავინ არ ერჩოდა მაგრამ ჩვენ მაგისი ნამღერი განვავრცეთ გავაკეთეთ და ის კი არ გავაკეთეთ რომ რაღაცა უზრდელური ცუდი ბროტება და საშინელება და ვაიმე ჯვარი გვწერია ხადაობ რა სიძახ უბრალოდ სიმღერა ვიმღერეთ როგორც შეგვეძლო ლამაზად ცრდილობიანად და ალუდას და სიმართლის გულისთვის რა გულითაც რა სიცოცხლითაც შემეძლო გავაკეთე და ზოგს არ მოეწონა და მე მომეწონა მერე მაგ სიმღერის შემდეგ დავამუღამე ამ ბიჭებსაც არ ვიცნობ მე ბათუმელი აჭარელი ბიჭები არიან რომლებიც ჩემი თვალსაზრისით ძმაკაცობის და ქართველობის და ვაჟკაცობის მაგალითები არიან როგორც მე პოეზიის მაგალითი ვარ რა ხალხს ხანდახან გონია რომ
ხელი მოუწესრიგებელი და ბინძური მაქვს. აქ ნახე, არა და ეს ჩასისხლიანებული მაქვს, იმიტომ რომ გიტარას უკრავდა უშრომობ ხელოვნებაში. ნუ ყველა ბედნიერი იყოს. ეს ასე. აქეთ მელან დამწერლობა და ამ ადამიანებმა გააკეთეს ეს და მე ჩემს მაკასთან ოჯახში გავიჩითე, ანუ ჩემს მაკასთან არა, ჩემს მაკაცის შეყვარებულთან ოჯახში და ვერ მივაგენი ფურცელს. რომ ლექსიკარეს ტექსტი, სიმღერა ყველაფერი დამეწერა და ჩემს საყვარელ ადამიანებზე, ჩემს მაგარ ადამიანებზე, როგორც ალუდაზე პადეშკა მიმეცა რა. და გავუჩითე სალფე ერთკი. და ეხა იასნა თავს არ დავგოს ზოგავდი, იმიტომ რომ გული ფეთქავს, ტვინი აზროვნებს, ვაჟი ამდენი საუბრის და გადმოცემის ნიჭიც მაქვს. და ავიღე სალფე ერთკი და რამხელა რაღაც დავწერე შეღები. დაჟე ტექსტი გოგუგრძელე ჩვენ ძმებს. და ეს სიყვარული საერთო ჯამში რო ვიგრძენ და ეს სიკეთე და ეს ყველაფერი წამოიღო მუსიკამ და ხელოვნებამ. მერე მივხვდი რომ რაღაცა უნდა მეთქვა, გამეკეთებინა და გადმომეცა თქვენთვის, რომ იქნებ ერთი ადამიანი მაინც იყოს, ვინც ამას ბოლომდე მოусმენს რა. სიცოცხლე და ცხოვრება არის საინტერესო. ნუ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ჩემში პირადად ასე რომ თქვა, ან ვინმეში ცუც მოძებნი, კარგს მოძებნი რაღაცა. უბრალოდ მიხარია რომ ცხოვრობ და სადღაც ეს სიტყვები დაგეწევა რა. სულ ვეძებდი სიმძიმეს, სიმაღლეს და რაღაცა ანუ მძიმე. არა და სიმდაბლის ფასი ყოველთვის ვიცოდი ყველაზე პირველი, მაგრამ როგორც ჩემს მაგას მომთხოვა რომ არ მომწონდა ეს სიმღერა, მაგრამ როცა შენ დაგინახავ მე მინდა რომ ჩემი შვილის დედა პას სოინა ესეც ჩემი აჭარელი ბიჭების, რომლებსაც მე არ ვიცნობ, არ შევხვედრი ვარ და მაგარ პადეშკაც მივცემთ მე და ჩემი ძმაკაცი. ჩვენეულად ჩავწერთ, გავაკეთებთ, მაგრამ ამათი სახელი გვარით, ამათი ავტორით, ამათი ყველაფრით და განვავრცობთ და გავამრავლებთ საქართველოში, იმიტომ რომ ესენი უნდა ცხოვრობდნენ. ისეთი უბრალოები არიან, როგორ უბრალოებითაც მე ხა სალფერტკს აგერ მაგათი სიმღერა მოვწერე. და თან იკაიფე დავწერე, ანუ ტექსტის ამოწერას ვიწყებდი და როგორ მიყვარს ის დღეის ღამე წარსული აქ დავუცვი სახელის ნიშანი და გავაგრძელე ტექსტი. ამ ტელეფონზე ჩავრთე სიმღერა, რომელიც ტექსტსაც ანუ ვაპაუზებდი და ვიწერდი, რომ ჩემს ძმებს პადეშკა მივცემეთ კი ხელოვნებაში როგორც ალუდას და გავაგრძელო მაგათი ნათქვამი და გვარი და ყველაფერი ვაფშე გავახარო და პირველი აბზაცი რომ მოვწერე, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ეგრევე გავაგრძელე ასეთი რაღაცის წერა. როგორ მიყვარს ის დღეის ღამე წარსული. ხო, ანუ კალამმა გამიჭედა, ლურჯი კალამი მქონდა. აღარ დაწერა და მე ვირბინე მოვძებნე კალამი იასამნისფერი და გავაგრძელე წერა. და რა მოხდა? ნახე კალამმა მიღალატა, გაჭედა. განა ცუდია, უბრალოდ მეტი აღარ შეეძლო. მე კიდე არ დავნებდი ჩვენთვის მას. ვიპოვე ახალი კალამი და ძველი. მტკივნეულად გადავაფერადე, მაგრამ რაც მთავარია ლამაზად გავაგრძელე წერა. ქართული ასოებითა და სიმღერით, რომ ჩემი გაუგებარი სიტყვა იყოს მუსიკა, იყოს გალობა, სიმართლე, იყოს ადამიანთა სულის გასაღები. მართალთა გზაზე, რომ სხვებსაც გაუნათოთ გზა სინათლისაკენ, გაიღიმეთ გიხდებათ. ძლევს დავეწიე და ვაფსალფეს სიმწერი. აი ამ ბიჭების უბრალო თამდაბალმა მუსიკამ რა დამაწერინა ნახე, ეხლა გავაგრძელებ. ანუ ეს თითქოს ჩემს მაგას დაუწერი, რომ
ჯერ კიდე ძინავს რომ გაიღვიძებს ეს ნახოს და ახლა ეს სიმღერა როგორ მიყვარს ის დღის ღამე წარსული შენ დაკვებაცაზე სთვარე ტანჯული შენზე ფიქრი შეუმაწვალებს შიგნიდან რომ ჩვენ სიყვარულს აღარ ვემდური მოსასწავლი მთელი თავისი რაც დავწერე მაგით და ბოლოს მიწერია კიდე რაღაც რომელიც დავიწყებული მქონდა და თქვენთანაც წავიკითხო ასე უცებ ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ გურული ვარ და მეჩქარება. თურმე სიყვარულია. თურმე გული აზრიანად ფეთქავს. თურმე სიცოცხლეს შეცდომაც გაქცევაც თურმე სიცოცხლეს შეცდომაც გაქცევაც მოთმინებაც პატიებაც სიმდაბლეც უხდება როგორც ორი სხვადასხვა რ და р და ბოლოს დედა მიწა საინტერესო ეს ყველაფერი გავაკეთე ნახე რაც მავარი მინა ასეთი სიყორ დაჟე ამათ სიმღერაში ეს ბოლო კუპლეტი ამაზე ხوار და მეტია მთელ სალფეთქზე და იქეთ გავედი ხმეშსა შემოვიდა და მაგ ბიჭების სიმღერა ჩვენი ძმების სიმღერა როგორც მთავრდება ეს კუპლეტი დავამატე მე ანუ ბოლოს რა რომ მაგაც მაკაცობას და მაგაც ცხოვრებას მოვხდები მე თქვენს ძმობას ლექსად სიმღერით აგიხწერთ პოეტი ვარ არ ვკვდები და სულ დაგიწერთ მიყვარს თქვენი ეს ქართული სიმაღლე პატარა და მადლობა რომ გრძნობებს გვიმაღლებთ არა შემიშალა თუ შეგვეშლება ყოველთვის თავიდან გავაკეთოთ რატომ მოდი იცი? როგორც ვარ ესეთი რო გიყვარდა მაგიტომ მოდი, მოიცა? მე თქვენს ძმობას ლექსად სიმღერით აგიხწერთ პოეტი ვარ არ ვკვდები და სულ დაგიწერთ მიყვარს თქვენი ეს ქართველი სიმაღლე პატარა და მადლობა რომ გრძნობებს გვიმატებთ მადლობა რომ გრძნობებს გვიმატებთ აგერ მე აგერ ალუდა აგერ ჩვენი უბრალოება არ ვიტყვი რომ უინტერესო გახდა ჩემს ცხოვრებაში ვინ რას იფიქრებს და რას გააკეთებს მაგრამ მხოლოდ ერთი რამე ვიცი არასოდეს არავინ არ მყოლია მიმთითებელი ნუ ნიკუშა ცუდია ნიკუშამ დააშავა ნიკუშა რაღაც ანუ მტერი და რაღაცა და რაც უფრო კაი ხარ მეტი მტერი ყავს ჩემი ფეხები ხა და კრისტალი ვარ მთელი ცხოვრება მარტო ყველას ვუყვარვარ ამ ხელოვნებით ამ სიწმინდით და ჩემი ცრდილობით და ჩემი ადამიანობით ჩემი ძმაკაცები მშობლებს დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად ჩემი თავი ვუყვართ და მშვიდად არიან როცა ჩემი ძმაკაცები ჩემთან ერთ არიან სალფესკის შემომეწერა თქვენ შემომეწერა თქვენ ლექსები და სიმღერები ალუდა მითხრა ეს რო არ ქნა და მეწიე ისე ვერ დავეწეოდი ეს რო არ ნეკ გულით სულით ხელოვანი ვარ თან ბაიკერი მაგრამ ყოველთვის დავაფასებ იმ ადამიანებს ვინც ამას გადაგებს და ყოველთვის ვიტყვი იმ სიტყვას რაც აქამდე უნდა მეთქვა უბრალოება და სიმდაბლე მე დარწმუნებული ვარ საქართველოში არის ბევრი წარმატებული ნიჭიერი
შეძლებაც რო აქვს ფინანსურად ყველანაირად ადამიანები, სპონსორები და ასე შემდეგ, რეჟისორები და ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ეძებს ნიჭიერებას. მე არ მაქვს იმის უფლება რომ მაგათ რაღაც ვასწავლო, უბრალოდ ასე ვიტყვი. ჩემთვის ასეა. ყველა თამდაბალ უბრალო ადამიანში და უბრალოებში აი სოფლებიდან დაიწყეთ და ქალაქამდე მიდით და ნახეთ რა ძალა აქვს საქართველოს რა. ესეთი რაღაცები იწერება, იქმნება. კეთდება. კაი ალუდა წამართვით. იმიტომ წამართვით ალუდა რომ თავისუფლება წაართვით ალუდას და ალუდა არ იყო ისეთი ბიჭი რომ მაგას თავისუფლება უყვარდა, მთებში გაზრდილი ბიჭი იყო და რაც უნდოდა იმას აკეთებდა და არასოდეს არაფერს არ აშავებდა, მით უმეტეს სხვას არაფერს უშავებდა. მაგი ვერ იცხოვრებდა თავისუფლების გარეშე. იგრძნო რომ იქ უფრო თავისუფალი იქნებოდა და სიტყვაც მაგაზე უბნებოდა. ქართული ან ბანიც დაჟე. გააკეთა ის რაც გასაკეთებელი იყო. და მეც მაგზაზე ვდგავარ. მიყვარს სიცოცხლე. და ნუ შემიწყუდავთ თავისუფლებას. მინდა რომ ყველას ვინც ასე აი უბრალო იქნება, მართლა სოფელია საქართველო. სოფელია ძლიერება. აფხაზეთია საქართველო და აი შიგნიდან რომ მუსიკაში აი ქედან დავიწყოთ ჩვენ ეს და შიგნიდან ვიპოვოთ. ერთი ენერგი ყველამ დავრგოთ. მე ამ წუთას ვარ საფრანგეთში, პარიზში. აქედან გიერთდებით, გეუბნებით. ლექსებს ავწერ და რას ვაკეთებ ნახე. საქართველო არ მტკივა მიხარია. საქართველო მაგარია. აქა უბრალოდ საქართველოს ყავს ძალიან ბევრი კი არა 99% ნიჭით სავსეა. ქართველი თუ დაიბადე და საქართველოში თუ დაიბადე, ან იმ წრეში, იმ ეზოში, სადღაც თლაროდებილი იყო ეზოში და სადმე თუ გახვედი, საქართველოში თუ დაიბადე, უეჭველი ლეგენდა ხარ. მაგარი გონიერი ადამიანი ხარ, რომ არსად არ დაიკარგები. როგორც არ უნდა გამოიყენო დაჟე. მაინც ქართველი ხარ და გული მაინც ბოლოს სიკეთისკენ გაგიწევს და უფლისაკენ და ერთმანეთს ნუ კარგავთ. პირველ რიგში დააფასეთ ერთმანეთის ნიჭიერება, ჯანმრთელობა, პატივისცემა, ყურადღება გამოხატეთ ერთმანეთის მიმართ და ჩვენაერ ხალხს კიდე ნუ დაკარგავთ. და ამ ბიჭებს ვინც ეს სიმღერები დაწერა, შექმნა და გააკეთა, მე მივაწვდი ბევრ თავი როცა მომემღერება, ვიმღერებ ამ როგორც ჩემი ალუდა. ეს თქვენთვის გარდაიცვალა, მაგრამ ჩემთვის არ გარდაცვლილა, ეს ჩემია. ჩემთან იქნება სულ. მასთან ერთად დავხუჭავ თვალს და ვიცხოვროთ და ვიქადაგოთ სიყვარული და სიმართლე. კაი მე პასწავედი. არა არ წავალ. თავიდან ასეთი მძიმე ხო ვიყავი, ბოლოსაც ასეთი მძიმე ვიქნები. ჩემს მაგარ აზრს გაგიზიარებთ სხვათა შორის, ანუ რა მიყვარს. ორი გარდატეხა მაქვს მუსიკის მიმართ. ნუ ამასაც ვიტყვი, ჩემთვის ასეა, მე ასე ვფიქრობ. ნუ პირველი საოცრება და საუკეთესო და შეუდარებელი. ჰამლეტ გონაშვილი, ფესვი, ეს ფესვი, საიდანაც და როგორც მოვდივართ და ვინცაა საინტერესო. და ნუ არ ვიცი მაპატიეთ. ძალიან დიდი ბოდიში
ჩემი კეთილი გაგებით ნიაზ დიასამიძეს ძალიან დიდი პოდიში ქათამაძეს გოგიტიძეს ბევრს დღევანდელ ლეველს რო დავეწიო, მაგრამ короче, ერთი ძველი ვიცი, ჰამლეტი და მეორე ვიცი თორღვა. მეფეა ბიჯო ტიპი. ანუ არ ვიცი მაგ ბიჭს რა ატკინეს მას ეთი. მაგის თვალები არასდროს არ იცვლება. ყველას გონია რომ ძიმეა, მინორია და იტანჯება კი არა და ნუ ყველას თავისებურად, მაგრამ თორღვა ბედნიერი. ნუ ისიც მამინდოდა. საქართველოში მე ვიცი ორი მომღერალი, ჰამლეტ გონაშვილი და თორღვა. ესე დავამთავრებ ამ ბაზარს. მე კიდე არც მომღერალი ვარ, არც მოცეკვავე, უბრალოდ გურლი აბდალი ვარ. ვქმნი, ვაკეთებ, წერ და ვტოვებ. გუშინ სხვათა შორის მე და ჩემს მაკაცმა მაგარი ლექსი დავწერით. ესე დავკეცე, ანუ უსე მომეპრიანა ესე რომ ეს გამეკეთებინა. აი სასწაული ლექსი. ესე დავკეცეთ. თვითმფრინავი გავაკეთეთ და მე-4 თუ მე-5 სართულიდან ვისროლეთ. მეთქი გალაქტიონი თუ კარგავდა და ფიროსმანი იქ რაღაცას და ისის. მოდი ამდენი რო ვილაპარაკე. ვიღაცას რო ტყუილი არ ეგონოს ასე ვიტყვი. მე ვეძებდი მართალ თვალებს. თქვენზე ფიქრი კვლავ მაწამებს. მე არავის არ ვდებ ბრალებს და არც არსად ვიდებ ვალებს. მე ვუყურებ მართალ თვალებს. უსმენ თორღვას, ჰამლეტს, ქართულს. ვეგებები 64-ს და მე ქრისტიანს ვუგებ ამსულს. ეს ნოტები ლექსად მოდის, მე გიტარა მენატრება. გიტარის დროით ჩემთან ვინმე თუ დარჩება, მართლა მაგრად მეყვარება. მელანი აქვს ისევ თითებს, მკლავზე ისევ უპოვებ ნიუტებს, გულში დარდი თითქოს მიტევს, ნუ თუ მიტევს, ნუ თუ გვიტევს. არ დაგირღვევთ ამდენ ფიქრებს, საკმარისზე ბევრი აზრით, თქვენ კი ვიცი მეგებებით, მე უბრალოს, მაინც ბრაზით. გამოდიშავეხ.